ეს ვიდეო ბოლო დროს ვირუსულად გავრცელდა, სადაც ხალი, დიახ, მუსლიმი ხალი, აშკარად უარს ამბობს აუტიზმის მქონე ხალის მკურნალობაზე, იმიტომ რომ, მოიცადეთ მეგობრებო, მასთან ახლავს დამხმარე ძაღლი. აქ ვარ იმისთვის, რომ თქვენგან მივიღო განმარტება, რატომ უარყოფთ ამ გამოკითხვებს. და მეხსად პირდაპირ რატომ? მე არ ვიცი. ხედავთ, არ გსურთ კამერაზე ყოფნა, რადგან იცით, რომ ის, რასაც აკეთებთ, სწორია არა. გულისხმობ, არ ვიცი რა არის ამ ხალის სამსახური, მაგრამ თუ მისი საქმეა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც აუტიზმი აქვს და ძაღლი ჰყავს, მაშინ ალბათ უნდა გქონდეს ესეთი მგრძნობელობა, მაგრამ აი რას არიციან ადამიანები? ისლამისტებს კატეგორიულად სძულთ ძაღლები. ისინი ძალიან ეშინიათ მათი და მათ ჰარამად მიიჩნევენ. მათთვის ძაღლები საშინელ რამედ ითვლება საზოგადოებაში. ისინი არა მხოლოდ საზიზღრად ეპყრობიან ძაღლებს, არამედ უბრალოდ ვერ იტანენ, როცა ძაღლები მათ გარშემო არიან. ჩემო ძვირფასო. კარგი, და ახლა რას აკეთებ ამასთან დაკავშირებით? ეს არ არის ისეთი რამ, რომ როგორ შემიძლია. შენ ძალიან ნანობ. ეს საჯარო სივრცეა. უნდა დავადასტუროთ ჩვენთვის რა არის პროტოკოლი. ის არის მომსახურე ცხოველი, რადგან როგორც გითხარით, მე მაქვს აუტიზმი და მეტი არაფრის თქმა არ მჭირდება. უნდა გადავამოწმო ყველა პოლიტიკა ჯერ. სანამ დავადასტურებ ნებადართულია თუ არა ეს. ასე რომ, რასაც ახლა აკეთებთ, არ არის უკანონო. შემიძლია პოლიციას დავურეკო. მაშ გააგზელეთ. მე მაქვს უფლება საჯაროდ ჩავწერო. არაფერს ვაკეთებ უკანონოს. თქვენ ხართ ის, ვინც არღვევს კანონს. ხედავთ, ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებენ. თქვენ ხართ პრობლემა. თქვენ ხართ პრობლემა. ჩვენ ვართ მსხვერპლი აქ. თქვენ გაქვთ უფლება საჯაროდ ჩაწეროთ და ასევე ყავდეთ დამხმარე ძაღლი. სრულად ნორმალურია. დიახ, ნორმალურია, რადგან ეს სიმართლეა. თუ სურთ ჩაწერა, ეს სრულად ნორმალურია, ეს პრობლემა არ არის. მაშ, რატომ ამბობთ, რომ კანონს ვარღვევ ჩაწერით? იმიტომ რომ მას მსხვერპლის როლის მორგება უყვარს. აი ეს არის მათი საქციელი. შეწყვიტეთ ხალხის მოტყუება და თავის მოჩვენება, თითქოს ეს არაფერ კავშირშია ისლამისტებთან, რომლებსაც ძაღლები არ უყვართ. კავშირშია. და თქვენ საცოდავი ხართ, უბრალოდ საცოდავი. და ეს ყველაფერი ძალიან საცოდავია. და გეტყვით, რომ კიდევ ერთხელ, თუ არ გაწუხებთ ქალები, რომლებიც გრუმინგ ბანდების მიერ აუპატიურებულნი არიან, და არ გაწუხებთ მამაკაცები, რომლებიც იძულებულნი არიან უცნაურ სექსუალურ აქტივობებში ჩაერთონ, ახალგაზრდები, მაშინ მაინც იზრუნეთ თქვენს ძაღლებზე, რადგან ისინი საყვარლები არიან და დაცვა სჭირდებათ. და იქნებ თუ გადაწყვეტთ, რომ საყვარელი პატარა ძაღლი არ გინდათ, არამედ დიდი ძაღლი გსურთ, იქნებ ერთ დღეს ის ძაღლი დაგიცავთ.